იქნება თუ არა რუსეთში რევოლუცია. რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ეგვიპტის მოვლენები მალე მოსკოვში განმეორდეს. გარი კასპაროვმა დღეს ქრონიკას ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და რუსეთის ხელისუფლების ოპონენტთა გეგმები გააცნო. საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ქუჩებში 100,000-ობით ადამიანი არ გამოვა, განაცხადა კასპაროვმა. როგორ ახერხებს კრემლი დასავლური მხარდაჭერის მიღებას და რამდენდე დარჩება ციხეში მიხეილ ხადარკოვსკი? ამ კითხვებზე პასუხები დღეს ნოდარ მელაძემ მოისმინა. ექსკლუზიური ინტერვიუს დროს გაკეთებულ განცხადებებს ახლა პირდაპირ ეთერში ნოდარ მელაძე გაგვაცნობს, რომელიც დღეს გარი კასპაროვს შეხვდა. ნოდარ, გისმენთ. პუტინი ბრუნდება, ოპოზიცია ემზადება. როგორია რუსეთის ხელისუფლებისათვის ბრძოლის ახალი და თანამედროვე დეტალები? გარი კასპაროვი დღეს რუსეთის შიდა პოლიტიკის მთავარ ტენდენციებზე ქრონიკას ექსკლუზიურად ისაუბრა. რუსული ოპოზიციის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ეგვიპტური მოვლენების განვითარება უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაციაში ვიხილოთ. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ დღეს ქუჩაში 100-ობით ადამიანი დგას, ხვალ მათი რიცხვი 1000-მდე, შემდეგ კი 100,000-მდე გაიზრდება. რუსული ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით არ არის გამორიცხული ქუჩაში გამოსული ხალხის წინააღმდეგ. ვლადიმერ პუტინმა იარაღიც კი გამოიყენოს, თუმცა ამის მიუხედავად პროტესტს რუსეთში ვეღარ ჩაახშობენ. В России опять сценарий все-таки будет отличаться от египетского. Რუსული სცენარი იქნება განსხვავებული. ხალხის გამოსვლა ქუჩაში იქნება ხელისუფლებისთვის სასიკვდილო. ხელისუფლება ძალას ეყრდნობა. ის განსაკუთრებული სისასტიკეც, რომელსაც მცირე აქციების მონაწილეების მიმართ იჩენენ, არის პრევენციული. თუ ხელისუფლება ამ აქციებს დაუშვებს, მაშინ ქუჩაში საკუთარი უფლებების დასაცავად არა 3,000, არამედ 100,000 გამოვა. როდესაც აქციაზე ხალხი ხელისუფლებას ორი გზა აქვს: ან დაიხიოს უკან, ან ესროლოს. მე ვფიქრობ, რომ პუტინი და მისი გარემოცვა ხალხს ესვრიან. მაგრამ საკითხი ასე დადგება. იპოვიან თუ არა ისინი საკმარის მხარდამჭერებს და ესვრის თუ არა ჯარი ხალხს. პუტინს ასასვლელი არსად აქვს. ის ხელისუფლებას ბოლომდე მოეჭიდება. პუტინი ახლა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია. თუ ისწავა ხელისუფლებიდან, მაშინ მისი მილიარდები წყალში ჩაიღრება. ის დაკარგავს ყველაფერს. პუტინი ხელისუფლებისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს. რატომ შეარბილა ბოლო პერიოდში ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური განცხადებების ტონი რუსეთის ფედერაციის მიმართ და რატომ არის საპროტესტო აქციების დარბევა ლუკაშენკოსათვის დიქტატურის ნაწილი, ხოლო რუსეთში ამ ყველაფერზე ყველა თვალს ხუჭავს. როგორ მოისყიდა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, მათ შორის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და FIFA რა განცხადებებს აკეთებს ამ თემაზე. რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და როგორ აიძულა ვლადიმერ პუტინმა თელს მსოფლიოს, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზაფხულო კურორტზე ჩატარებულიყო. ამ კითხვებზე პასუხს მაყურებელი დღეს საღამოს 8 საათზე დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოისმენს. Двойные стандарты в идеологическом противостоянии вещь вообще крайне опасна. ორმაგი სტანდარტები არის ძალიან საშიში. ჩვენ ეს გვახსოვს. ჯერ კიდევ ცივი ომიდან წარმატებას აღწევდნენ ლიდერები, რომლებმაც სწორი ხაზის გავლება იცოდნენ, მაგალითად რეიგანი. ახლა რუსეთი საბჭოთა ეპოქისგან განსხვავებით აღარ იყენებს ტანკებს, მან ახლა ბანკების გამოყენება დაიწყო. პუტინმა მიაღწია დიდ წარმატებას და დასავლელი პოლიტიკოსები კორუფციის ჭაობში ჩაიყვანა. ამას ჩვენ გვგრძნობთ ყველა ნაბიჯზე. მაგალითად ნახეთ, თუ დასავლეთი ლანძღავს ბელორუს და ლუკაშენკოს უკანასკნელ დიქტატორს ეძახის, მაშინ განსხვავებაა რუსეთთან. იცით რა ხდება? ანგარიშს უწევენ რუსეთის ოქროსა და ვალუტის რეზერვებს და ნავთობს. აი ეს არის ორმაგი სტანდარტი და დემოკრატიის იგნორირება. ამ ყველაფერს იყენებს პუტინი. ის მოელაპარაკა ყველას ამერიკელების გარდა, თუმცა ამერიკის პოზიციაც გასაგებია რუსეთთან მიმართებაში. მათ სურთ მხოლოდ სტაბილურობის შენარჩუნება საგარეო პოლიტიკაში. პუტინი კარგად ვაჭრობს და მან იცის სად ვინ და რით წაახალისოს, მაგალითად ოლიმპიური კომიტეტი თუ FIFA. პუტინი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაარწმუნოს დასავლელი ჩინოვნიკები, რომ საზაფხულო კურორტზე ჩაატაროს ზამთრის ოლიმპიადა. ეს არის მაფიის ბოსის მეთოდები. მოსყიდული დასავლელი პოლიტიკოსები რევოლუციის საფრთხე რუსეთის ფედერაციაში და ზონდერ ჯგუფები, რომელიც ჩეჩნეთის პრეზიდენტმა კადიროვმა შექმნა, ახლა ისინი მოსკოვის ცენტრში ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში ცხოვრობენ. რა დაკვეთებს იღებენ ზონდერ ჯგუფები რუსეთის პრემიერისაგან და ვლადიმერ პუტინის დაკვეთით რომელი პოლიტიკური ფიგურები გაანადგურეს მათ? პასუხები ამ კითხვაზე გარი კასპაროვის სკანდალურ ინტერვიუში დღეს საღამოს 8 საათზე.